ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია და არგუმენტები სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. საია სწორედ ამ წერილობით პასუხში მიუთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი და ფაქტობრივად ისინი ორგანიზაციის შეფასებით ემსახურება იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარ პასუხში სწორედ ამას აფიქსირებს და დამატებით ბუნებრივია წერილობით პოზიციაში არის გატანილი არგუმენტები. საიას საჩივარში არის დასაბუთებული, რომ არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, რამაც მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობა და სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რომელზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლის პოვნას ცდილობს სტრასბურგის სასამართლოში. ხმის ფარულობის დარღვევა, რომელიც არჩევნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს საქმე საიას შეფასებით არის პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვისაც. საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი, რაც ხაზს უსვამს ამ საქმის მნიშვნელობას არა მარტო ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ევროპულ დონეზეც, იმიტომ რომ მსგავსი საქმე აქამდე სტრასბურგის სასამართლოში არ განხილულა. ჩვენ რეალურად აი ამ საჩივრის წარდგენის შემდეგ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია და სწორედ აი ამ არგუმენტაციას ვუპასუხეთ ჩვენ 30 ივლისს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რიგ საკითხებში ეს არგუმენტაცია შეძლო ცდილობდეს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, როგორც მანამდე ამ საჩივრის კომუნიცირებისას ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი თავდასხმები ორგანიზაციაზე სხვადასხვა манипуляციური მცდარი ინფორმაციის სახით 24 წლის საპარლამენტო არჩევნების და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც არჩევნებს თავისუფალს უნდა ხდიდეს, ხო? არჩევნების ფარულობა, ეს მასობრივად იყო დარღვეული. ჩვენს აი ამ შეპასუხებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წარმოადგენთ, მათ შორის განხილული გვაქვს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემთხვევა, როდესაც ელექტრონულად კვლავ ჩატარდა არჩევნები, მაგრამ უზრუნველყოფილი იყო ეგრეთ წოდებული საფარის სახით დამატებითი პროცედურული გარანტია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს და მთავარი არის სისტემური ხარვეზები, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახლდა თან. საია ამ საჩივარში წარადგენს არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ხმის ფარულობის დარღვევა კენჭისყრის დღეს არ იყო ერთი ცალკეული შემთხვევა, არამედ ეს იყო სისტემური ხასიათის პრობლემა და არა ტექნიკური ინციდენტი და ახლა მნიშვნელოვანია უკვე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო. ოპოზიცია ამბობს, რომ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის არჩევნების საკითხის განხილვა არის ერთ-ერთი გზა სამართლებრივად იმის დასამტკიცებლად თუ რა მასშტაბის დარღვევებთან და გაყალბებასთან გვქონდა საქმე 2024 წლის არჩევნებზე არჩევნების 5 პრინციპიდან ერთ-ერთი ფარულობის პრინციპი იმ მასშტაბით იქნა დარღვეული, რომ ეს არჩევნები უნდა გამოცხადებულიყო არჩატარებულად და დანიშნულიყო ხელახალი არჩევნები, რასაც ძლიერი საქართველო ლელო და ქართული საზოგადოება ერთად ვითხოვდით. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სუბიექტმა, მათ შორის საიამ შეიტანა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში და წარადგინა ფაქტები, ის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც არსებობს 2024 წლის არჩევნების მიტაცების, გაყალბების და ქართული ოცნებისთვის ხელისუფლების გახანგრძლივების ამ გზით აუცილებლად იქნება პასუხგაცემული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ფარულობის პრინციპი, რომელიც არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს და ლეგიტიმურად ჩაითვალოს და ფაქტი იყო და აშკარა იყო და სოციალურ ქსელშიც არაერთი დამადასტურებელი ვიხილეთ და მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეშვეობით, რომ ფარულობა იყო დარღვეული, უბრალოდ ტელევიზიის მეშვეობითაც შეგეძლო დაგენახათ, ვინ ვისაძლევდა ხმას.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 2024 წლის არჩევნების საქმეს. იანვარში მიიღო ევროპულმა სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში და მეტიც მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საქმე და პრეცედენტული მაგალითი. ჩვენ ბუნებრივია მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, მას შემდეგ რაც საიამ წარადგინა ოცნების საპასუხო არგუმენტები და წერილობითი პოზიცია სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან საპასუხო კომენტარი პირველებს არ მიუღია.